ამ ზაფხულს საფრანგეთსა და ესპანეთში 330,000 ადამიანს მოუხდა სახლის დატოვება. ესპანეთში ავილას პროვინციაში მადრიდის დასავლეთით ხანძარმა 50,000 ჰექტარი გადაწვა. ეს ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტყის ხანძარია. ევაკუაცია თითქმის 79,000 ადამიანს შეეხო. საფრანგეთში ხანძარმა სანამ მისი გავრცელება შეაჩერეს 52,000 ჰექტარი გაანადგურა. სოფელ ლეპორში სახლების თითქმის მეხუთედი დაიწვა. ყველაზე ცხელი თვე აგვისტო კი ახლა იწყება. ხანძრები კვლავ მძვინვარებს ლეონში, სამორასა და ვალენსიის სანაპიროზე. საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში უკვე კონტროლქვეშ მოქცეული ხანძარი ხელახლა აალდა, ახლა საბერძნეთიც იწვის. ეს კლიმატის ცვლილების შედეგია? დიახ, და დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ დაახლოებით რამდენად. ამ ზაფხულის სიცხემ ნიადაგიდან და მცენარეებიდან წყალი გამოაშრო. გლობალურმა დათბობამ ასეთი პირობები 80-ჯერ უფრო სავარაუდო გახადა, თავად გვალვა კი 5-ჯერ. ივნისის რეკორდული სიცხე ყველაზე მძიმე, რაც ევროპას უნახავს ოდესმე, ადამიანის მიერ გამოწვეული კლიმატის ცვლილების გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა. მაინც ვის კისერზეა ეს გამონაბოლქვი? მსოფლიოს ყველაზე მდიდარი 0,1% დღეში 800 კილოგრამზე მეტ ნახშირბადს გამოყოფს. კაცობრიობის ღარიბი ნახევარი 2 კილოგრამს. ოქსფამის ანგარიშის მიხედვით წლის დაწყებიდან სულ რაღაც 10 დღის შემდეგ უმდიდრესმა 1%-მა 2026 წლის საკუთარი ნახშირბადის ლიმიტი უკვე ამოწურა. მაგრამ კერძო თვითმფრინავები აქ მხოლოდ სიმბოლოა. მთავარი პრობლემა მათი ქონებაა. მილიარდერების ინვესტიციების თითქმის 60% ნავთობში, მოპოვებით მრეწველობასა და სხვა მაღალემისიურ სექტორებშია დაბანდებული. 300 მილიარდერის საინვესტიციო პორტფელი იმაზე მეტ ნახშირბადს წარმოქმნის, ვიდრე 118 ქვეყანა ერთად. Δεν μπορώ να εξηγήσω με λόγια τι έχει συμβεί. Καταστροφή. Ολική καταστροφή. Από υλικά ενώ σπίτια, δέντρα, ζώα, ό,τι υπάρχει μέσα στο δάσος καταστραφήκαν τα πάντα. Hedgehogs, hatchlings who escape. Others take shelter where რატომ არაფერი იცვლება? Azerbaijan was honored to host COP29. იმიტომ რომ ისინი ვინც ამით დიდდებიან, იმავე მაგიდებთან სხედან, სადაც წესები იწერება. ბაქოს კლიმატის სამიტზე წიაღისეული საწვავის ინდუსტრიის 1773-მა ლობისტმა მიიღო აკრედიტაცია. მომდევნო წელს ბრაზილიაში 1600-მა. ერთ-ერთ სამიტზე მათი რაოდენობა იმაზე მეტი იყო, ვიდრე კლიმატისგან ყველაზე მეტად დაზარალებული 10 ქვეყნის ყველა დელეგატი ერთად. ამერიკამ, ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ კლიმატის პოლიტიკა მას შემდეგ შეარბილეს, რაც ანტიკლიმატური ლობისტებისგან მსხვილი შემოწირებები მიიღეს. გასულ წელს ევროკავშირმა მნიშვნელოვნად შეასუსტა საკუთარი მწვანე რეგულაციების ნაწილი. We have already endured the summer of extremes, record-shattering heat domes, apocalyptic wildfires raging in Spain, France and far beyond. Thousands of lives lost in the scorching conditions and global sea surface temperatures with records in June and July. But according to the latest science, this is only a warm-up act. New forecasts released today by the World Meteorological Organization provide a stark picture of the period from August through October. სოფლიოს სამხედრო ძალები გლობალური გამონაბოლქვის დაახლოებით 5.5%-ს წარმოქმნიან, მაგრამ 1997 წელს კიოტოს მოლაპარაკების ბოლო ღამეს ამერიკელმა დელეგატებმა სამხედრო ოპერაციები ამ აღრიცხვიდან საერთოდ ამოაღებინეს. მიზეზად ეროვნული უსაფრთხოება დაასახელეს. დღეს არმიების უმეტესობა თავისი რეალური გამონაბოლქვის მხოლოდ 1000-ზე ნაკლებს აღრიცხავს. ისრაელის ომს ღაზაში უკვე 33 მილიონი ტონა ნახშირბადის ფასი აქვს და ამ გამონაბოლქვის 94% დანგრეულის აღდგენას უკავშირდება. 450,000 სახლის, სკოლების, საავადმყოფოებისა და წყალმომარაგების სისტემის თავიდან აშენებას. რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ უკრაინაში 4 წლის განმავლობაში 311 მილიონი ტონა სითბური აირი წარმოქმნა. უფრო მეტი ვიდრე ავსტრია, უნგრეთი, ჩეხეთი და სლოვაკეთი ერთად გამოყოფენ ერთ წელიწადში. უკრაინა ამ მონაცემებს საკუთარი მთავრობის მხარდაჭერით ითვლის, რათა მომავალში რუსეთს კლიმატური ზიანის
ისინი ნამდვილად არავინ თბილ კაბინეტებში სხედან. ლანდშაფტური ხანძრების კვამლი ყოველწლიურად 1,5 მილიონამდე ადამიანს კლავს, პირდაპირ თუ არაპირდაპირ. ამ სხორპლის 90%-ზე მეტი ღარიბ და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებზე მოდის. კვლევრები ვარაუდობენ, რომ 2050 წლისთვის უკიდურესი სიცხით გამოწვეული სიკვდილიანობის დაახლოებით 90%-იც სწორედ ამ რეგიონში იქნება. ის ადგილები, რომლებსაც კლიმატის კრიზისში ყველაზე ნაკლები წვლილი მიუძღვით, პირველები იწვიან. 30 წლის განმავლობაში კორპორაციები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ კლიმატის წესები მათზე არ გავრცელებულიყო. ისინი დღემდე ცდილობენ გავლენის ყიდვას იქ, სადაც წესები იწერება. დღეს უკვე ვიცით, ვინ აბინძურებს ყველაზე მეტად, ვიცით, ვინ იღებს ყველაზე დიდ სარგებელს და ვიცით, ვინ იხდის ყველაზე მაღალ ფასს.